მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება როგორ ენერგიაში გამოვედი რაღაც კრიზისიდან, ესე ამბობს. ძალიან მარტო გრძნობს ადამიანი თავს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი აქვს ყავს არ ყავს ვიღაცა, მაგაზე არ არის. ადამიანი გრძნობს მარტო თავს. ეთყობა შეიძლება არის ვინმე მის გვერდით, მაგრამ ჩემი გასაკეთებელი არავინ არ გააკეთებს, ესე ამბობს. გამოვედი კი დიდი ხნის შრომის შედეგად ან რაღაცა ასე რომ ვთქვათ, რაღაცა კი დიდი ხანი მუშაობდა, კი არა, ისე წავიდა საუბარი, მუშაობდა ალბათ, ან იბრძოდა, ხო, გამოვედი მდგომარეობიდან, რაც მინდოდა გავაკეთე, მივაღწია, ამას საუბრობს. არ არის გამორიცხული, რაღაც გაისტუმრა. ესეთი ის აქვს ყოველ შემთხვევაში. თუმცა მოულოდნელი ხარჯებიც არის აქ. კარგი, მე მაინტერესებს თქვენთან მიმართებაში რა გრძნობს, ამან დაიწყო თავის თავზე ლაპარაკი და თავის საქმეზე, ხო? გრძნობა რა გაქვს? გრძნობს ესე ადამიანი, შესაძლებელია თქვენ დაეხმარეთ ამ ადამიანს რაღაცაში. ან რაღაც თქვენეული რჩევა თუ რაღაც გამოადგა ყოველ შემთხვევაში. და აი ამაზე აკეთებს აქცენტს. ის კი არა რომ სიყვარული და რაღაცა, პირიქით კიდევ ნახეთ მატერიალურ და საქმეზე გადავიდა. ეთყობა თქვენ რაღაცაში დაეხმართ, ამ ადამიანს რაღაცაში დაეხმართ. ბოლომდე თვითონაც არ აქვს ამას გაცნობიერებული, თქვენ რამხელა ნახე სიკეთე გავუკეთეთ. ჯერ კიდევ ვერ ხვდება ბოლომდე. კარგი, თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს, გრძნობაზე მესაუბრე. აქ დასრულებული ამბავია. ნახეთ, ეთყობა ამ ადამიანს აღარ ახსოვხართ დიდი ხნის თემა თუ არის, მაშინ გამოდის, რომ ადამიანი გადასულია მთლიანად თავის ცხოვრებაზე, ხო? თავის ყოველდღიურ გეგმაზე, კი ბატონო, აქვს რაღაც მადლიერების შეგრძნება, და ბოლომდე კიდევ ვერ აქვს გაცნობიერებული დაუშვათ თქვენი პიროვნება ამ ადამიანს, მაგრამ რას გრძნობს, ახლა დაიწყო სხვა რაღაცებზე, ხო? ანუ თქვენ თითქოს აღარ ახართ მის ცხოვრებაში. აქ დასრულებული არის. კარგი, მაშინ გითხრა როგორ დაასრულე, ანუ ურთიერთობა აქ დაასრულა ამ ადამიანმა თქვენთან. ხო, ნახე, საუბარი არ სურს ამ ადამიანს. მე ნახე თქვენ რო გაახსენდეთ ან რაღაცა, ხო არის შეიძლება ვინმე მოხსენოს თქვენ თავი, პირდაპირ ცდილობს რომ გადავიდეს საქმეზე. ანუ რაღაცა ყოველ საქმე გააკეთოს, რაღაცა დახარჯოს ის ენერგია და ის ფიქრები და არა უარყოფით პოზიციაზე არის. ესე იგი ეს მე
გააზრებული აქვს აქ ადამიანს, რომ დაასრულა თქვენთან ურთიერთობა. კარგით, მაშინ ასე ვკითხოთ. გამოვა არის იმის შანსი, რომ შეიცვალოს რამე და გამოაღადგენს ეს ადამიანი ურთიერთობას თქვენთან. მაშინ ასე დავსვით. გამოვა კონტექსტია. ეს ადამიანი. თავსი კავებს. ადამიანს არ სურს კონტაქტზე გამოსვლა, არ სურს საუბარი. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ესე კონკრეტულად რატო? არის რომ სრულდება რაღაცები, ხო? რამ განაპირობა ეს ყველაფერი, რატო მოხდა ასე? რატო მოხდა ასე? ნახე შენი შენზე აქვს ერიში, ნახე შენი ხასიათის გამო თუ რაღაც ესეთის გამო, ეხლა ამან დაიწყო. ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკლს ვერ ხედავს, საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავს. ხო, პირდაპირ შენზე დაიწყო, მე გულწრფელი ვიყავი, შენ ეს ვერ დაინახე და ესეთი ის აქვს. ყველაფერში თქვენ გადანაშაულებთ. შეიძლება ამას რო გითხოთ პირიქით, როგორ არის იცი თქვენზე თქვას ის იგივე, რომ აი მე მადანაშაულებ ყველაფერში, ესეთი რაღაც ენერგია წამოვიდა, რაც ჩემთვის პირადად ძალიან მიუღებელი ენერგია არის, ხო? ემოცი, კარგი, რამ განაპირობა კიდე გარდა ხასიათის თქვენში. აქ მესამეს თემაც არის და ეთყობა თუ ქალს გყავდათ მაშინ ეს არის მიზეზი, თუ კაცს გყავდათ მაინც ეს არის მიზეზი, მაგრამ საქმე რაში არის იცით, მესამეს გამო თქვენთან რაღაცები ვერ განახორციელა, ხო, ამ ადამიანმა შეიძლება მისი სიტყვა ვერ შეასრულა და ასე შემდეგ. ადამიანები ზოგჯერ არის ეს პრობლემა ურთიერთობაში რომ შედიან, თუნდაც იმ მეგობრულ ურთიერთობაში, მე არ ვამბობ ცოლქმრულში, უკვე შენ ამ ადამიანთან გარკვეული პასუხისმგებლობა გააქვს. ამას ვერაცნობიერებენ, იცით რა არის? არავინ არ არის ვალდებული თუნდაც გაგიღიმოს დღეს შენ და გეფოფინოს თავზე, დრო დაგითმოს და ამას ბევრი ვერაცნობიერებს. ხო, უკვე არის სიამოვნა, ნახე? ეს უკვე მისი მხრიდან ზუსტად ის მომენტი არის, რომ როგორ ამბობს, იცით, თავის თავში ეს მინუსებს ვერ ხედავს, გამორიცხულია, თქვენგან იწყებს, სხვისგან იწყებს ეს ადამიანი და აი ეს პასუხისმგებლობის აკითხის, რომ აქ მესამე გაჩნდა, შეიძლება მისთვის მერე რა თემას იყო რა, მერე რა, შენთან რა, იცი რა, მე ესა რა ქვია, ცოლობა გთხოვე, შეკპირდი რამეს თუ რაღაცა და იცი რა არის, ზოგჯერ ყოველთვის სიტყვები არ არის მთავარი ადამიანთან ურთიერთობაში, რა ვიცი, რისთვის შედიხარ. სამეგობროდ შედიხარ, ჯერ ეს ზღაპრები ახლა, კარგი, მე ჩემთვის მისაღებია და მოსულა ქალბატონის და ბიჭის, მამაკაცის მეგობრობა, მაგრამ აქაც არის პასუხისმგებლობა, ხო? და ზოგჯერ არის რომ რაღაცები, ყოველთვის სიტყვები არ არის რა, ესე საჭირო. ზოგჯერ უხმოდაც გვარდება ყველაფერი უთქმელადაც, ხო? იცით რა არის? უნდა გაითვალისწინო დაუშვათ ადამიანის შეხედულება, მოდი და ამ ადამიანმა ზედმეტი დაუშვათ თუნდაც ზედმეტად შენი ეს მოქმედება არიან მამაკაცები, მოდი ესე ვთქვათ ეხლა. მე მიყვარს მამაკაცების, მე ბევრი ხარ ჩემთან მსმენელები მამაკაცები და შეგიძლიათ გაანალიზოთ და ვფიქრდეთ. თქვენ თუ დაუშვათ ნაბიჯი გადადით ქალთან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ეს თავპაიჯი უნდა გაიდგას, არ უნდა მიიღოს სერიოზულად, იცი რა არის, აი აქტიურობს მამაკაცი. გინ შეხვედრა და ქალმა ეს არ უნდა მიიღოს სერიოზულად რაღაცა. ქალმა თუ წამოვიდა და შეგხვდა სიტყვაზე, ესე იგი როგორი რაღაც არის, იცი თქვენ ღებულობთ უკვე ამას სერიოზულად.
ესე იგი, იმიტომ შეგვხვდა, რომ იქ რაღაცა უნდა მოხდეს და თუ არაფერი მოხდა, ну მერე უკვე აი ეგ მე მაგალითად ამას ვერ ვგებულობ. რატო ვგებულობ მაშინ შენ სერიოზულად ამ ქალბატონის რაღაცა შეხვედრას რა არ შეიძლება ჭიქაყავაზე ჩამოსხდათ უბრალოდ? ან ისე უბრალოდ ისაუბროთ. არა, ქალმა ყველაფერი არასერიოზულად უნდა თუ როდის უნდა მიიღო სერიოზულად ვეღარ გავიგე. ისეთი შემთხვევაც ყოფილა. სხვათა შორის ვიცნობ ოჯახს. ბიჭმა მივიდა ოჯახში. როგორ ოჯახში თანაც იცით? დედა, მამა და ძმა, ძალი რო ცხოვრობს, ანუ დიდი ოჯახი და ირგვლივ კიდე ნათესავები რო გყავს. მთელი, ესე იგი, მთელი უბანი შენი ნათესავები რო არის, ბიძიები, ბიძულები და რაღაც ესეთი. მაშინ ხო ახლა. ნუ ხა ყველა გადმოვიდა ესენი ბებიები, ბაბუები. თქვი ხო ბებია ბაბუაც ცხოვრობდა, მაგრამ აი ბიძაშვილის რაღაცა უფროსობა ისინი და ეს ბიჭი რომ მივიდა ოჯახში, ახლა რისთვის მოხვედი? მოდი ასე ვთქვათ. თუ შენ რაღაცა არ ვიცი, საკეიფოდ მოხვედი პროსტა ახლა ქალთან რა, სისულელია, ხო? ნუ იქ წავიდა მე ლაპარაკი, მიყვარსო დანიშნის თემა, მომწონსო რაღაცა ესეთი, ნუ ყველამ გაიგო, რომ საქმრო არის ეს ბიჭი ამ გოგოს ეხა ზუსტად დეტალურად და მე მოხდა, რომ ამ ბიჭმა და ეს ბიჭი და ეს გოგო გაიპარა. მოკლედ დაენდო რა, ეხა ოჯახში მოხვედი, ყველამ გაგიცნო რაღაცა და ენდო ეს გოგოც და გაიპარა ამ ბიჭთან ერთად. რაღაცა იქირავეს ბინა იქიდან აქიდან და მე გაქრა ეს ბიჭი. ახლა გააქტიურდა სულ ყველა რა ხდება, იქედაკე დაბრუნდა ეს გოგო ოჯახში, არ ვიცი, ისა წავიდა. გოგო შეიქნა ფეხმძიმედ. მოძებნეს, ახლა მოძებნა ვინ არის და ააკითხეს რაღაცა სოფელში ერთ-ერთ, რაღაცა ვიცი რომელ სოფელში, მაგრამ ახლა არ ვიტყვი, ხო? ააკითხეს ამ ბიჭს და სად არის კაცო? გამოვიდა დედა ქალი ის რა ხდება და ქალი ფეხმძიმედ არის და ავი მოსული იყავი ასე ისად გაქრა მშვიდობაა რა ხდება და აი ეს ფეხმძიმედ არისო აუ შვილი უნდა გეყოლოს რძალიო ამათმა ისე უთხრა ისი რძალი რა რძალი აბა იქიდან რძალია და შვილები მყავს მიაგერ სახლშიო და ამ ქალმა იქვე გამოიყვანა რძალი და თავისი შვილები შეხედეთ აი მე მაქვს უკვე კითხვა როდის უნდა ენდო მაშინ მამაკაც ამაზე მეტი მე აღარ ვიცი რა უნდა მოხდეს ოჯახში როცა ადამიანი ეს ხო რა ტიპია ხა შევიკავებ თავს ჩემი კომენტარებიდან მაგრამ აი კითხვა მაქვს მე პირდაპირ მამაკაცებთან მაქვს ქალებთან არ მაქვს ეს კითხვა ქალმა როდის უნდა გენდოთ თქვენ ასეთიც მომხდარა. კარგი დაუშვათ მიუღებელია ქალმა რაღაცა რას ქვია ჯერ შეგხვდა რატო შეგხვდა ის ცოტა მიუღებელი თემა არის ჩემთვის რას ქვია აბა თუ არ შეგხვდა და არ გაიცანი და არ გაიარე და გამოიარე როგორ გაიგებ რა ტიპაჟია ვინ არის ხო გიჟია თუ ნორმალურია ხო და მერე კიდე ნუ ნორმის პარაგრაფში რა თქმა უნდა ეს დაუშვათ შეცდომა არის აი აქ სად იყო შეცდომა და რა თქმა უნდა ქალი არის უკვე დამნაშავე და აი ეს გოგო რატო არის დამნაშავე ვერ გავიგე ეს არის რა ვიცი გაიგეთ აი ამ პასუხისმგებლობებს ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან ტყუილად არავინ არ უნდა დაიმედო და არც ურთიერთობაში არ უნდა შეხვიდე და არ არის რა ესე მოდი გავიაროთ რა ვიაროთ სად ვიაროთ რა კაი ერთხელ ვიარებ დავილაპარაკეთ რაღაცა რეალურად აი გავიწანდებ მეორე რატო აგრძელებს მაშინ მამაკაცი ამ შეხვედრებს და პარალელურად სხვა ქალი იმიტომ რომ აქ მესამე მიფიქსირდება რა არის მიზეზი თქვენი დაშორების კარგი კიდე მანახე მიზეზი რა არის ამ დაშორების უიდე და ბავშვი რა შაშია ფეხმძიმედთან შვილის თემა გაუჩნდა
მე მომავალი აი იცით რა არის აქ პირდაპირ დაფიქსირდა ადამიანი რომელიც არ არის გამორიცხული ან შვილს უჩენს ან რაღაცა შვილის თემასთან დაკავშირებით პრობლემა იყო გაჩენასთან დაკავშირებით შეიძლება დაფეხმძიმდა ეს ქალი და უკვე მისი მომავალი და მისი გეგმება ყველაფერი ასე ვთქვათ გადაიზარდა მე მაინტერესებს ამ ქალთან ურთიერთობა ამჯერად ანუ გაქვს სხვა არის აქ მისამე არის ამასთან სულ ხასიათი ცვლის თქვენ ვიცით ეს აბა ისეთი ადამიანი არის გაქვს ურთიერთობა ეს რას ნიშნავს ეს ცოლიანია თუ მოყავს ცოლად თან რო გითხრათ რომ ეს სიამოვნებს არა აქ ნახეთ როგორი თემა იყო რაღაცა რავი ტყუილად ხარ მოყვებოდი ახლა მე ამ ისტორიას თქვენ როგორ ფიქრობ ჩანსი არ არის რაღაცა მე ტყუილად დავაღოპირი და ვილაპარაკო არა აქ ზუსტად ესეთი თემა არის ამას ოღონდ ეს ქალბატონი არ უნდა და ან არ უნდა აქ იშლება ეს ურთიერთობა შესაძლებელი აქ რაღაც ნახე კი ქორწილზე ქორწინებაზე რაღაცებზე ლაპარაკი იყოს მაგრამ აქ სრულდება მათი ურთიერთობა რატო სრულდება რა საინტერესო რატო არ გამოდის ეს საქმე რატომ არ გამოდის ეს საქმე მიზეზი რა არის მიზეზი ხო რატომ არ გამოდის და ეს მამაკაცი აქ სერიოზულად არ მისულა ამ ქალთან. ნახეთ, მერე გაუსერიოზულდა ეთყობა ქალმა გაუსერიოზულად, აქ გასართობად იყო, აი რიგითი ქალბატონი, просто გაიგრილა ერთი ადგილი ეს თემა იყო. და აქ მოხდა ეს გაუთვალისწინებელი რაღაცები და შესაბამისად თქვენ დაკარგათ და ვერც გააცნობიერეთ რომ დაკარგათ და ეს საქმეც არ შედგა, ჩაიშალა. აქ თქვენ არაფერ შვაში არ ახართ, აქ ესე იგი მისი არასწორი ნაბიჯები არის თქვენთან დაშორების მიზეზი, ასე აქამდე მივედი. კარგი, რა გითხოვნა დავუსვა ახლა აქ თქვენთან თავს იკავებს. ეს არის მიზეზი, ანუ კიდე თავს შეკავები თქვენთან ურთიერთობის. ხო. ეს არის მიზეზი. კარგით, კითხვა რა დავუსვათ. კარგით, არო რას მეტყვის ამ ადამიანზე. მოდი თქვენზე ვკითხოთ ისე ამ ყველაფერს თუ რა ვიცი, აქ და აქაც დაასრულა, ასრულებს ეს ურთიერთობას. და მე რას იზამ, რა ის იმოქმედებ ამ ყველაფერს, ანუ რომ მოაგვარებს ამ საკითხებს, ხო, გაჭედი მდგომარეობაში, ახლა რა რომანტიკება და თქვენ თავისთავად ვეღარ მოგჭერთ, იმიტომ რომ აი აქ ეს ამ პრობლემის წინაშე ადამიანი, ხო? კარგით, ამას რო ყველაფერს გაიასნებს თუ როგორადაც არის გაიაზრებს, მე ეკნება თქვენთან ცვლილებები ამ ადამიანის. რა ვიცი, რა აზრია გაგცილებს. არა. ვერ ეკნება. იმიტომ რომ უკვე აქ გრძნობა აქვს სხვათა შორის, გრძნობა არის, მაგრამ ამას აცნობიერებს, მაგრამ აქ ყველაფერი უკვე თავდაყირა არის. ქაოსი, გაურკვევლობა, ჭვიანობა, რავი, დაბინდული გონება, ამას გონება აქვს დაბინდული. დაბინდული გონება რას ნიშნავს ახლა გეტყვით? რომ ვერ აცნობიერებს მის აქციებს, ვერ ხვდება. ვერ იაზრებს როგორი მოქმედოს, რა იმოქმედოს, რა უნდა, ამას მისი სურვილებიც არ ახსოვს. მაინც რატო ხდება ამ ხელა ქაოსი რა არ მიხსნის აქ რაღაც დაფარული ინფორმაცია კიდე. გამიხსენი ინფორმაცია, გამიხსენი ბოლომდე. მიზეზი რატომ არის ამ ქაოსში და გაურკვევლობაში. გადადგა ეს ნაბიჯი და всё, მე არის რომ ხანდახან ნახეთ გამოყვარება გიშლის ხელს, მოდი ასე ვკითხოთ მაშინ. რა გიშლის ხელს?
აი არ იცის რაღაცეები როგორ დაალაგოს და ფიქრობს რომ არა ნუ გადაწყვიტა ესე რომ არა მიუხედავად იმისა რომ გრძნობა არის აქ ასე რომ ვთქვათ აი სხვა ქალი ჩნდება შემსრულებაში კიდე ესე ვკითხოთ ჯამას ფარული ოჯახი თუ ყავს ფარული ეს შეიძლება ფარულად არის ვიღაცასთან ურთიერთობაში ბევრთან ესე იქნება და ბევრთან აქ არის მარტოობის პროგრამა ბევრთან მაგრამ არის კიდევ ერთი ვარიანტი აქ ეხლა საჯაროა ეს გაშლა კარგად გაითვალისწინეთ ეს მომენტიც მანახე ბევრთან არის ის მომენტიც რომ აქ მაგიურად კეთდება ამის ბედი ანუ აქ პირდაპირ ერევიან ეს არ ვიცი მე გახსნა ჩაკეტვა ჯადოს უკეთებს ვიღაცა რაღაც აქ მაგიური გზებით კეთდება ბევრთან ეს მისი საქმე მე ვერ ვიტყვი რომ ეს ასე ძალიან სწრაფად იყოს მაგრამ აქ რაღაც ასეთი არის თქვენთან დაკავშირებით კი აქ დაგაშორენ თემა კი არ არის მისი დაუკვირვებელი საქციელი არის ნუ არის ტიპიურად ესეთი ტიპაჟებიც ხო არ ვფიქრდებიან რას რა მოყვება მე რას თემა რო ჭირთ აი მაშინ ხდება ესეთი მომენტები დავიჭი რა გავკითხო აქ ეხლა სრულ ამ ადამიანმა და დასრულებული რაღაც მაგრამ შორიდან რო გითვალთვალებთ ეს თუ იცით თქვენ მე ასე გეტყვით თქვენ ხართ ილუზიაში აქ რაღაც დაფარული არის არ ჩანს მართლა დაფარული ნახეთ ან ძალიან გასაიდუმლოებული ან ძალიან რაღაც იმიტომ რომ ეს ადამიანი სინამდვილეში თითქოს ბრუნდება თქვენთან შეეცდება ეს აღდგენას ამ ყველაფრის მერე ამ ყველაფრის მერე ესე იგი რა გამოდის აქ მაგიურადაც შეიძლება ჩაერიონ ჩაკეტონ ან ოჯახის შექმნას მაგრამ ეს მაინც თქვენთან ბრუნდება იცით რა ყველაფერს ხო თავისი ხა დრო აქვს ყველაფერს აქვს თავისი დრო არ არის გამორიცხული ეს ყველაფერი ნეიტრალდება ეს თქვენთან მოდის მაინც მაგრამ შორიდან უფრო მეტ ყურადღებას გააქცევთ და გიყო ყველაფერს გებულობს ეს თქვენ მე მაინტერესებს აქ რა მიჩარევა ნეიტრალდება
ამას დაეწყება როგორი რაღაცები, იცით? შეიძლება თქვენთან და მასთან ესეთი რაღაცა. ეს როდის ხდება, იცით, როცა ვიღაცა მართლა ერევა მაგიურად. ეს გაურება ვერ ხდება ადამიანი, თქვენთან უნდა, მასთან უნდა ის. საერთოდ მე ესეთ რაღაცას გეტყვით. მაგიური ზემოქმედების ქვეშ როცა არის ადამიანი, საერთოდ ვერ აცნობიერებს ის, რას მოქმედებს. ამიტომ ნუ ელოდებით აქ რაღაც განეიტრალდება. ან ესენი დაეწყება მონაცვლეობა. ძალიან ბევრი ფიქრობს სხვათა შორის. ძალიან ბევრი. ამას თქვენიც მოგწნობა აქვს. უბრალოდ აქ ისე არის ამის გზები ჩაკეტილი და ცნობიერი დაბინდული ისეთ მდგომარეობაშია ეს რა თქმა უნდა აქ არსებობს გამოსავალი, უბრალოდ საჯარო სწავლებებს მე უკვე თავს ვიკავებ. ვისაც სწავლება გინდათ, მოგწამდით, ისწავლეთ, ჩაეწერეთ და აგიხსნით. ანუ გულისხმობ, გაშლებს არ გულისხმობ. შეიძლება მაგი და პრაქტიკოს ვერ გამოხვიდეთ, მაგრამ ბევრი რაღაცები შეისწავლოთ, იცოდეთ, ესეთ საკითხები როგორ მოგვარდეს, რა უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ. შეგიძლიათ გაიაროთ ეს კურსებიც. საჯაროდ მე აღარ დავდებ არანაირ სწავლებას ინფორმაციას, ძალიან წერს ისეც უმნიშვნელოს. და გემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით.